ელექტროავტომობილზე მთელი საქართველოს მოსახლეობა. რატომ? ეკოლოგიურად არის სუფთა. მოიწიე გიო. მოდი ერთი ეს ვაჩვენოთ მოსახლეობას ახალ მოდელებს როგორ აქვს. მოდით. შეხედეთ. უყურე, მოდი. მათე, მომისმინეთ ბიჭებო. პური ბაბუაშენმა იცოდა. ბაბუაშენის ნათქვამია. პური უნდა გამოაცხოს მეპურემ. ავტომობილიც იმ ადამიანმა უნდა გაყიდოს, ვინც ავტომობილი იცის. ამიტომ ვინც იცის, ავტომობილის შეცდომას არ დაუშვებს და მოსახლეობაზე ცუდ ავტომობილს არ გაყიდეს. ამიტომ უნდა შეიყვარო რა? ფული კი არ უნდა შეიყვარო. უნდა შეიყვარო საქმე. ეს საქმე, ჩემი ბიზნესია. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ერთჯერ ნებისმიერ დროს პარლამენტში ვერ დავждებოდი? ან კიდე ზევით. მაგრამ არასდროს არ ვინდოდა და არასდროს არ წავედი. რატომ? ჩემი საქმე არის ბიზნესი. და მე მთელი ჩემი ცხოვრება შენი ტოლი რო ვიყავი, მაშინ პირველი ჟიგული გავყიდე და იმის შემდეგ მანქანა ვყიდი, ხო ხედავ? სხვას არ გადაუხვიე. ამიტომ მე მიყვარს ჩემი პროფესია. აი რომ მიყვარს, ამიტომ გამომდის ყველაფერი. აი შეხედეთ. თავისი დამტენები, აი მე არ ვიცი, ესეთი დახვეწილი, ესეთი აი შეხედეთ როგორ არის. სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერების გაკეთებულია. მე არ ვიცი საიტზე შედით და ნახეთ, რომ ყველა დიზაინერები სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერები უკვე წავიდნენ ჩინეთში და იქ მუშაობენ. მობრძანდით, რომ არ გვინდა რომ გაგვიქცეს. ლუკა პირველი ხელფასით რა იყიდე? თქვი არ შეგცხვეს, აი პირველი ხელფასით რა იყიდე? პირველი ხელფასით შეყვარებულს რამე უყიდე? ამ ყვავილი ან რამე? არ ყავ შეყვარებული? ახლა იმდენი შეყვარებული გეყოლება შენ? შენ იმდენი შეყვარებული გეყოლება, რომ ყველა სკოლიდან შენ ტელეფონის ნომერს ეძებდეს იქნება გოგოები. დათო, შენს პატარა ბიჭი იყავი რომ მოხვედი, ხო? და ხო ხედავ დღეს უკვე ამოდენა საქმეს ხელმძღვანელო, ხო? აი ესე არიან ეს ბიჭებიც. როგორ არის იცი? მოსათმენი არაფერი არ არის. რა არის მოსათმენი? თუ შენ გიყვარს ეს საქმე, მაშინ რეალურად უნდა იმუშაო და გიყვარდეს და აი ეს მანქანა რაც არის, უნდა აუხსნა მოსახლეობას, უნდა იცოდე ეს ავტომობილი. თუ შენ არ იცი ავტომობილი როგორ უნდა გააგებიო სხვას, ხო? დღეში მოდის